უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მოახერხეთ დღეს მოსვლა, იმიტომ რომ ეს არის დიალოგის პლატფორმა და მთავარი არის დიალოგი. მთავარი არის რომ ჩვენ ერთმანეთს მოусმინოთ და გავიგოთ ის პრობლემები რა გვაქვს ჩვენ, რა გაქვთ თქვენ, რომ საბოლოოდ ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში. ანდრო ჩვენი მეგობარია. ანდრო დაჭერილია სხვა ჩემხელა ბიჭებთან ერთად, რომლებმაც ერთმანეთი პირველად სასამართლოში ნახეს. შემდეგ ციხეში გაიცნეს. იქ ამხნევებენ და ამაგრებენ ერთმანეთს უსიტყვოდ. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ქვეყნის სიყვარული. აი ესაა მათი დანაშაული. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანები ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ. დღეს საქართველოში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამე არის სოლიდარობის და თანადგომის ჩვენება ერთმანეთისთვის. და გადამწყვეტად მნიშვნელოვანი არის ასევე სხვადასხვა ქალაქებში სიარული, ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის შეხვედრა და იმის დანახვა, რომ ჩვენ სინამდვილეში ერთი ქვეყანა ვართ, ერთმანეთის გარეშე არ ვარსებობთ და ერთად დგომით და თანადგომით აუცილებლად ყველაფერს შევძლებთ, იმიტომ რომ როცა მარტო არ ხარ, არაფერს არ გეშინია და როცა ხედავ, რომ ამდენი ადამიანი არის შენს გვერდში, ეს ძალიან დიდი ძალაა. სულ სამუდამოდ გისოცებს მიღმა ვერ ვიქნებით. გამოვლენ და ჩვენ ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში აუცილებლად. მე მზად ვარ, როგორც მეუღლე, ვიდგემის გვერდით ციცოცხლის ბოლომდე საქართველოს გულისთვის, ერის გულისთვის. თავარი მნიშვნელობა და იდეა არის სოლიდარობის ტალღა, რომ გადავიდეს რეგიონში და ყველა ერთნაირად გავერთიანდეთ და რაც მთავარია, ყველა რეგიონის მაცხოვრებელი სადაც ჩავდივართ, ამოდის სცენაზე თავის სათქმელზე, თავის სათქმელზე საუბრობს და ჩვენ ძალიან გვაინტერესებს მათი მოსმენა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და უცებ აღმოაჩენ, რომ როგორი განსხვავებული აზრიც არ უნდა გქონდეთ ვიღაცებს რაღაც სხვადასხვა საკითხზე, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, საერთო ტკივილები გვაქვს, საერთო პრობლემები გვაქვს და მგონია, რომ სოლიდარობაზე მნიშვნელოვანი დღეს ამ ქვეყნისთვის არაფერი არ არის. ზია ოცნების უნომრო სავ ფორმაში ჩაცმული პოლიციელები. 100 დღეა ყინვაში დგევართ ქუჩაში და გვაჯვარებებენ 5000 ლარით, იმიტომ რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ამ ფულით უხდიან ამ თითუსქებს პრემიებს. ინსტალაციიდან 5 დღეში გორის მერიისგან მივიღეთ წერილი, რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა შენობა, თუმცა ხელშეკრულებით 2026 წლამდე ჰქონდა იქ ყოფნის უფლება. მოკლედ რომ თქვათ, დავიწყეთ სასამართლოში დავა და გავაგრძელეთ საქმიანობა, რასაც გორის მერიისგან მოყვა დენის ჩაჭრა გაუფრთხილებლად. ამის მიუხედავად ავტოვებ შენობას, თვლით რომ ხელოვნება ათავისუფლებს და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამ თავისუფლებისთვის. მომგამოვლილი ბავშვები გოდის არ იხდიან. პირველ რიგში მინდა მადლობა და სოლიდარობა გამოვხატო იმ მსახიობების მიმართ, რომლებსაც დღეს სისტემა დაუნდობლად მოექცა, გამოუშვეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდიიდან და ამავე დროს დაუწერეს ჯარიმები, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იბრძენ ყველაზე მთავრისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს აქ გორის მოსახლეობა შეკრებილია იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოს იმ პატიმრებს, რომლებიც უკანონოდ არიან გამოსწორებულები 4 კედელში. რა თქმა უნდა, სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ ანდრო ჭიჭინაძის მიმართ, რომლის გარშემოც გაერთიანდა ახალი თეატრი. არიან ბავშვები, რომლებმაც აჩვენეს წარმოუდგენელი ძალა, ბავშვები, რომლებმაც აჩვენეს სოლიდარობის მაგალითი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლა ის საქართველო, რომელიც ყველას გვინდა სოლიდარული. დღევანდელი მანიფესტი არის გაგრძელება იმ ტურნესში, ასე ვთქვათ, რომელსაც აკეთებს ახალი თეატრი. რეგიონებში გასვლის მთავარი მიზანი არის, რომ მოვისმინოთ იქაური პრობლემები, გავაზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი შეხედულებები, დავინახოთ ერთმანეთი, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს და ერთად დავდგეთ იმ მთავარი ამოცანის გადასალახად, რომელსაც
თავისუფლების მოპოვება და შენარჩუნება ხდება. წელს როდესაც შეცვალეთ წინა რეჟიმი მეორე დილიდან მივხვდი რომ ჩვენ დაგვემართა ძალიან მძიმე პრობლემა და მივხვდი რომ ძალიან ბევრი წვალება მოგვიწევდა იმისთვის რომ უკვე მოყვანილი ხელისუფლება შემდგომში გაგვეშვა და 12-13 წელიწადია ამ რეჟიმში ვცხოვრობ პირადად მე შემეცვალა სიგარეტი მებიშოვე ერთერთი ხერი იმედი მეფხაზა ფული კიდე პეტროლ მოვა აღარ მინდა გოვა აღარ ჯერა გამარჯვების ვები წამე ბუდა საქალამნა დამიხურე დედამიწა ქუდა შე ქალაქის მე მაქალაკს სახადა თავის გალა ასე რა მაგა კანკალა ვიცი მერცე და მალა და მალონთელია მალონთელებაზე ატრიალა სამასი კაცი მიდეთი და მეტი ვერ და თალა სამასი კაცი თუნგას მაშინ რატო ვერ დაშალა ერთ მერქობა და ერთგო შემოგითალა სისტემა იჭერს არავენ დაემალა თავისუფლება ბიჭებს ხალხში არის გალა ახლა მინდა ჩემი წილის სიმართლე გუთხრა გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრს რომელიც დუმს ყველაფერზე თეატრს რომელიც არ იმჩნევს თუ რა ხდება ქვეყანაში ლექსებს რატომ მიწუნე